ქუთაისში ელექტროქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობთ. ერთ-ერთი პროექტი თაბუკაშვილისა და მიმდაბარებ ქუჩებს მოიცავს, სადაც კომპანიის ელექტროინფრასტრუქტურას ვაახლებთ. პროექტის ფარგლებში შეიცვალა ელექტროგადამცემი ხაზები, მოწესრიგდა მათი გაბარიტები, დამონტაჟდა ახალი ელექტროგადამცემის საყრდენები და მოეწყო საჭირო ინფრასტრუქტურა. პარალელურად ავტოქარხნის დასახლებაში მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც ძაბვის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამ პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა დახურული ტიპის სადასმომოტორო პუნქტი. შენდება დაბალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, მონტაჟდება რკინაბეტონის საყრდენები და ახალი იზოლირებული სადენი. ქუთაისში კომპანიის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ქუთაისის პირველი ტექნოლოგიური ჰაბი უკვე ფუნქციონირებს. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ნამდვილად არის ისტორიული მოვლენა და საეტაპო პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ ქართული ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერების და განვითარების მიმართულებით. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას აერთიანებს. ეს არის უნიკალური სივრცე და უნივერსალური სივრცე, სადაც თავმოყრილია ბევრი საინტერესო მიმართულება, რომელიც საერთო ჯამში მუშაობს ერთობლივად იმისათვის, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ის რაც არის საქართველოს მთავრობის გაცხადებული ამოცანა, კიდევ უფრო ეფექტურად და სწრაფად განვითარდეს ამ მიმართულებით. პროექტი ტექნოლოგიურ განვითარებაში საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას წარმოადგენს და ქვეყნის როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. აქ ერთ მისამართზე იკრიბება თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ტექნოლოგიური განვითარების გზაზე საჭირო ყველა საფეხური, დაწყებული ინტერესიდან გადაზრდილი უნარებში, შემდგომ უკვე პროტოტიპირების შექმნა და საბოლოოდ ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას. მისი მიზანია სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობა ისწავლონ, შექმნან, გამოცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში. არ არსებობს პროდუქტი, არ არსებობს იდეა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება გაუჩნდეს და აქ ფრთები ვერ შეასხას ამ იდეის კონკრეტულად განხორციელებაში. ჰაბში ამოქმედდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპის და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები. საქართველო დღეს უკვე არის ის ადგილი, რომელიც იზიდავს რეგიონიდან ახალგაზრდა მეწარმეებს, ინოვაციურ მეწარმეებს, სტარტაპებს. ჰაბის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, ფაბლაბის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირების და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს. აღნიშნული ლაბორატორიები ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებისთვის, კვლევრებისთვის, სტარტაპებისთვისა და ინოვატორებისთვის, გარდაქმნან იდეები რეალურ პროდუქტებად, შეამოწმონ მათი სიცოცხლის უნარიანობა და შექმნან კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჰაბში განთავსებულია რეგიონში პირველი მეტალის FDM-ი. დადნობითი მეთოდით მომუშავე 3D პრინტერი. ჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. ეკონომიკური განვითარება უფრო მეტად არის დაფუძნებული ცოდნაზე, უფრო მეტად არის დაფუძნებული ტექნოლოგიებზე და ეს მიმართულება
დარჩება, რა თქმა უნდა, კვლავ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჰაბში ასევე განთავსდება TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრი ახალგაზრდებს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეო წარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს. ყველას მოუწოდებთ, მოვიდნენ, მოიყვანონ ბავშვები, გაეცნონ ამ უნიკალურ სივრცეებს და დაიმუხტონ იმ შთაბეჭდილებებით, რომელიც მომავალ თაობას გაყვება უკვე მომავალი პროფესიების არჩევისას და მათი კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება მუზეუმში გატარებული თითოეული დღე. ქუთაისის ტექ ქალაქი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ახალ მოდელს, სადაც იდეები რეალურ პროდუქტებად და ინოვაციურ ბიზნესებად გარდაიქმნება. გათენება მიხარია, იმიტომ რომ მოვდივარ ჩემს მაღაზიაში, ჩემს ყვავილებთან, ველაპარაკები პატარა ბავშვივით, შევალ გადავავლებ თვალს, ვაიმე, ხო კარგად არიან, მართლა, ოღონდ ეს შეგვიძლია ყოველდღე და ვათვალიერებ, ყველას გადავხედავ და ვიწყებ ხაიბლების გაკეთებას და რა ვიცი, აი სტიმული გეძლევარ, აი მიყვარს ეს საქმე და რა ვქნა მართლა. სილამაზე მიყვარს, ყვავილები მიყვარს და გადავწყვიტე რო განეკეთებინა მაღაზია და მოვაბი ესე თავი და რა ვიცი, აბა ფიქრობთ რომ რა ვიცი, ყველა კმაყოფილი დარჩება, მომხმარებელი მინდა რომ კმაყოფილი იყოს, ფასები მინდა რომ ცოტა შედარებით ეხლა დაბალი როგორ, ხელმისაწვდომი რო იყოს. ძალიან შრომატევადია, რო გითხრათ სიმართლე. მაგრამ რა ვიცი, მაინც მიყვარს ყვავილები და მაინც ეს გადავწყვიტე. ტემპერატურა უნდა რა 8 გრადუსი, 7 გრადუსი, 6 ესე დაბალი ტემპერატურა უნდა რომ არ გაგვიჩნდეს ყვავილი და ზარალი არ ვნახოთ და რა ვიცი ისე უნდა თავისებური მოვლა წყლის გამოცვლა უნდა ძალიან ხშირად ყოველ მეორე დღეს წყალი უნდა გამოუცვალო თუ მინდა რომ გააძლოს ერთი კვირა ყვავილმა. მოგემოვნებით ვაწყობ ახლა ამას ფერებსაც მომხმარებელი როგორ ფერსაც მეტყვის იმ ფერს დავაწყობ ისეთ აიგულს გაუკეთებ, რომ კმაყოფილი ნახეს მომხმარებელი თავარი. არის მთავარი, რომ მე მომწონს ყვავილებთან აი ველაპარაკები ყვავილებს რასაც ქვია. მიყვარს ძალიან ყვავილები. ყველანაირი ყვავილი მიყვარს აბსოლუტურად. ეზო მაქვს, ბევრი ყვავილი მაქვს, ვარდები მაქვს, ძალიან ბევრი, ყველანაირი ფერის ვარდი მაქვს. ქოთნების ყვავილებს იმდენად ვერ უვლი რა, იმდენად აი ჩემთან არ ხარობს, მაგალითად მინდა ასე რომ თქვა. ვცდილობ, მაგრამ იმდენად ვერა, რამდენად ეზოს ნაძვები მაქვს ბევრი და ვარდები, აი გამწონება მიყვარს და ეზოს უვლი მართლა მიყვარს ეზო მიყვარს, საკუთარი სახლი მიყვარს, ეზოთი და ყვავილებით და რა ვიცი. 10 წელი ამაზე რო ვფიქრობდი, რომ ზესტაფონში გადავალ საცხოვრებლად და ყვავილების მაღაზიას გავაკეთებ, მაგრამ ვერ მოხერხდა ასე, რომ შემოვრჩი იქეთ დიდხანს შემოვრჩი. შვილები კი წამოვიდნენ აქეთ, მე და ჩემი მეუღლეც გადმოვედით უკვე ეს წელიწადი აქ რო გადმოვედით რა რამდენიმე თვეა ეს წელიწადია და აი მომენტომია ეს სულ რაღაც ორ თვეში გავაკეთე. სწავლებლად დავდიოდი სამტრედიაში. სწავლე და ერთი თვე სერტიფიკატი დავიღე და ქუთაისელებსაც ვაწყობ, სარიტუალოსაც ვაკეთებ ისეც ვინც მოგცემს ზაქას რომ ასაწყობია ჯვრები არამია, ყველაფერს ვაკეთებ. ყვავილებიც მინდა შემოვიტანო და ველაპარაკე უკვე დისტრიბუციას და მინდა რომ კარგი უცხო რაღაცა შემოვიტანო და მალე სექტემბრიდან ეგეც ვექნება. საჩუქრები ვექნება კიდე ბევრი. ჩემს მაღაზიას ქვია ორქიდეა, მქონდა და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ გახსნის დღეს გაიყიდა ძალიან ბევრი. ეხლა შემომტანებს არ აქვს ჯერჯერობით, იმიტომ რომ ცოტა რთული საშუალია, მაგრამ აგვისტოს ბოლოდან შემოვიტანთ რომ ელდებიან და ორქიდეით მინდა რომ დავალამაზო ჩემი ვიტრინა. დღეს ვატარებთ მაინც აქ. საღამოთი მივიდივართ სახლში, სადაც ხარ იქ უნდა და მომხმარებელი მინდა რომ დავაინტერესო. რაღაცა ახალი შემოვიტანო სიახლეები, ვსწავლობ კიდე ახალ ბუკეტების გაკეთებას. ის როგორ უნდა სურათს მაჩვენებენ ასეთი გამიგეთ და ავაწყობ და klienti რო გაწავა გახარებული ჩემთან აი ეს სიახლეს